დღევანდელი ტექნოლოგიებით როგორი ბომბის გაკეთება იქნება შესაძლებელი? თუ 1961 წელს შეეძლოთ დედამიწა საერთოდ გაიქროთ, იმხელა აიფეთქებით. და რა გვიცავს იმისგან, რომ არ აფეთქდეს ეგეთი რამე. ასევე კიდე კარგი იქნება თუ აგიხსნით, რა განსხვავებაა ატომურ ბომბსა და ბირთვულ ბომბს შორის. ეს განსხვავებაც ბევრ თქვენგანს არ იცოდინება. ატომურ ბომბს ქვია A-ბომბი, ანუ atomic bomb. ატომური ბომბი მუშაობს ატომური გაყოფის პროცესზე, სადაც მძიმე ატომები, მაგალითად ურან 235 ან პლუტონიუმ 239 გამოიყენება. ეს ნივთიერებები იყოფა და ამისგან წარმოიქმნება უზარმაზარი ენერგია. ეს ქმნის უდიდეს სიცხეს და რადიაციას. ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ბომბს ერქვა little boy, პატარა ბიჭუნა, და ეგ ბომბი იყო აწყობილი ურან 235-ით. რაც ნაგასაკიში ჩამოაგდეს, სუქანი კაცი. ბომბი. მანდ იყო გამოყენებული პლუტონიუმ 239. ანუ რომ დაიმახსოვროთ, ატომური ბომბი არის გაყოფაზე დაფუძნებული ბომბი, ხოლო ბირთვული ბომბი მოიცავს როგორც ატომურ ბომბს, ანუ გაყოფაზე დაფუძნებულ ბომბს, ასევე მოიცავს შერწყმაზე დაფუძნებულ ბომბს. ანუ შერწყმაზე დაფუძნებულ ბომბს ატომური ბომბი არ ქვია, მაგრამ ბირთვულ ბომბში შედის. ხომ გავიგეთ, ატომურია მხოლოდ გაყოფაზე, ბირთვული არის შერწყმაზე ცალკე და გაყოფაზე ცალკე. და სინამდვილეში ყველაზე ძლიერი და დამანგრეველი არის თერმობირთვული ბომბი, H-ბომბი. ეს არის ბირთვული ბომბის ყველაზე ძლიერი ფორმა. ეს არის მთლიანად სიგიჟე მექანიზმი, რადგან თერმობირთვული ბომბი იყენებს ატომურ ბომბს როგორც გამხსნელი, რათა დაიწყოს ბირთვული შერწყმა. ანუ ატომური ბომბი ფეთქდება და გამოყოფილი ენერგიის და სიცხისგან დუტერიუმი და ტრიტიუმი ერთიანდებიან და წარმოიქმნება კიდევ უფრო დიდი, უზარმაზარი, კოლოსალურად გიგანტური ენერგია. ბირთვული გაყოფა და ბირთვული შერწყმა ერთად ხდება. ეს ტექნოლოგია იმდენად გიჟურია, როგორც გითხარით, რომ ფაქტობრივად ძალა არის განუზომელი. რამხელა ბომბსაც გინდა, იმხელა შექმნი, თითქმის, ესე უხეშად რომ ვთქვათ.